იგი გადახურული პარკინგებიც არის, საპარკინგო სივრცე, ღია საპარკინგო სივრცეები. 12 მილიონზე მეტი დაიხარჯა ამ ყველაფრის მოსაწყობად. აქ დარაჯიც კი არ არის, სრულიად უფუნქციოა ეს სივრცე, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და უკვე წაშლილია ეს საგზაო ნიშნები. 769 ავტომობილისთვის, 10 ავტობუსისთვის, 110 ელექტრომობილისა და 20 შშმ პირისთვის განკუთვნილი პარკინგის სივრცე აბასთუმნის შესასვლელში უკვე 5 წელია შენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგნოზით, ავტოსადგომი 2023 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. 2024 წლიდან კი კურორტზე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს უნდა ევლო. 12,667,774 ლარი დაიხარჯა. პროექტი სამწლიანი დაგვიანებით დასრულდა, თუმცა ისე ზიანდება, რომ ფუნქციონირება ამ დრომდე არ დაუწყია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დახარჯული მილიონები აბასთუმნით დაინტერესებულ ოლიგარქს არ ეკუთვნის. ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა. საპარკინგო სივრცე რომ უნდა მოეწყოთ. აი ეგ არის. ეს არის, ან სწორად მივხვდი და არ მუშაობს. რა, არ მუშაობს. ხო, ვერავინ ვერ ვნახე, იქ არ არის და იცით ხო რამდენია დახარჯული? არ ვიცი, მაგრამ ახლა ცოტა რო არ დაჟდებოდა ხო? 12 მილიონზე მეტი. ხო და რომ მოვლენ იქიდანო, უნდა იქირავ მე აქ ელექტრომობილის უნდადის აბასთუმაში შეაშერება თორე ივანიშვილს მე ცუდად რო გახდნენ რა ქნას. ჰაერი რო არ და. მაგრამ იქ იმ ნერკლდეშია, იქანა მაინც ვერ მევა იქ. სუფთა ჰაერი და სიცოცხლის გახანგრძლივება მილიარდერის მთავარი საზრუნავია. მისივე გარემოცვიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ამ მიზეზით დატოვა მან შუშის სასახლეც. ჰაერის დაბინძურების კვლევამ უჩვენა, რომ სოლოლაკიდან კიდევ უფრო ზემოთ თაბორზე გადაბარგება ბევრად უსაფრთხო იქნებოდა. თუმცა თაბორზე მეტ დროს ოლიგარქი უკვე აბასთუმანში ატარებს. ამიტომ ამოჩემებულ კურორტზე ავტომობილების გამონაბოლქვისგან თავისუფალი სივრცის მოწყობა ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საზრუნავია. ამისთვის დაიხარჯა ბიუჯეტის მილიონებიც. თუმცა აბასთუმანში ჯერ არც საპარკინგო სივრცე ამუშავებულა და არც ელექტრომობილები გამოჩენილან. ეს ფული ხო იხარჯება ბიუჯეტიდან, ანუ ივანიშვილი კი არ ხარჯავს და ამ ბიუჯეტის ფულს გაიმეტებდნენ თქვენთვის მისი ინტერესი რომ არ ყოფილიყო? არა მგონი. აბასთუმნელი ბატონი პავლე მართალია. 350 მილიონი ხალხის ფული ივანიშვილის ამოჩემებული კურორტის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე გამოყო. აქედან 280 მილიონი უკვე დახარჯულია. 70 მილიონის დახარჯვა კი ამ თვის ბოლოდან იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს 25 მარტს გამოაცხადებს. აბასთუმანში ახლა იდება ჯამში 1,300 მილიონი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარში, ეს არის სახელმწიფო რასაც ხარჯავს, დანარჩენ მილიარდს კერძო. ჩვევია ესეთი რამე ბატონ ბიძინა, ჩემი ფული საქმე შენი. ეს თვალის მომჭრელი და გულუხვი დაპირება ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა სოსო ტყემალაძემ 2022 წელს გაახმოვანა. 4 წლის შემდეგ კი რეალობა ასეთია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მინიმუმ 350 მილიონია დახარჯული. ბიძინა ივანიშვილის პირადი ბიუჯეტიდან კი მხოლოდ 7. ესეც იმიტომ, რომ ტუბერკულოზის ცენტრის ტერიტორია ოლიგარქმა თავად მოინდომა და ნაძვნარში ჩაფლული სამკურნალო დაწესებულების ნაცვლად ფილტვის დაავადების მქონე პირებს ეს ახალი ნაგებობა აქ, საავტომობილო გზის პირას აუშენა. თავად კი სანატორიუმზე კარის უნიკალური ტყეპარკი დარჩა, სადაც 74 ჯიშის უძვირფასესი ნარგავია გაშენებული. სასტუმრო პარაგრაფი კი, რომელსაც ოლიგარქის თანაინვესტირების ფონდი აშენებს და 60 მილიონს ახარჯავს, ივანიშვილის კერძო საკუთრებაა და ამ დასასვენებელი სივრცისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაბაში ხალხის კუთვნილი ასეულობით მილიონი ხარჯება. მაშინ რაც 2018 წელს ბიძინა ივანიშვილმა ინტერესი გამოთქვა აბასთუმნის კურორტის მიმართ, ამის შემდეგ ხდება არა აბასთუმნის რეაბილიტაცია, არამედ აბასთუმნის პრივატიზაცია რეალურად და ამას აკეთებს ივანიშვილი ოღონდ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით მეტწილად და მისი ინვესტიცია იქ არის მინიმალური. ფაქტობრივად პირდაპირ მნიშვნელობით შემოიღობა ეს ტერიტორია და თავის გემოზე გადაწყვიტა რომ უნდა მოეწყოს იქაურობა, ხო, იქ ელექტრომანქანებმა უნდა იმოძრაონ, გზა უნდა შემოუვაროს აბასთუმას მთლიანად. ჩვენ ვიცით მისი შეპყრობილობა, ზოგადად როგორი არის ამ
რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ხეებთან ჩახუტება არის თუ ჰაერის სისუფთავე არის და როგორც ჩანს აბას თუმანი მისი ახალი ახირება არის. ეს უკვე ფაქტობრივად აი იმის გაგრძელება არის, რასაც აკეთებს ყველა ადგილს, რასაც შეეხო, ხო, წყალტუბო არის, თბილისი არის, იპოდრომი არის თუ ნებისმიერი ადგილი, რასაც შეეხო, ყველაფერში დახარჯას ბიუჯეტის ფული და რაღაც პირადი სივრცე მოიწყო. ეს არის მისი მიდგომა ამ სახელმწიფოს მიმართ. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ მილიონებს გარდა საკუთარი მიზნებისთვის აბას თუმანს დაპატრონებული მილიარდერი ტყეს, მთას და გზასაც იყენებს. ასე მაგალითად, ტერიტორია, რომელსაც ახლა თქვენ რუკაზე ხედავთ და სადაც ბიძინა ივანიშვილს ვერტმფრენისთვის აეროდრომი აქვს მოწყობილი, სინამდვილეში ოლიგარქის საკუთრება არ არის. ორთოფოტოს მიხედვით, საჯარო რეესტრში არ ჩანს, ვინ არის ბორჯომ ხარაგაულის ტყეპარკის მომიჯნავე მიწის მფლობელი. თუმცა, ფართობი რომ კერძო საკუთრება არ არის, ეს მარტივად დგინდება. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვრეკავთ ქონების მართვის სააგენტოში. გარშემო სახელმწიფოსი იყო და თქვენი, მაგრამ აი ის კონკრეტული მიწა, რომელიც ახლა არის ბიძინა ივანიშვილის სარგებლობაში, არ არის არავის საკუთრება რუკის მიხედვით. და როგორ გავარკვიო ეს მიწა რატო არის, ვთქვათ, ახლა მის სარგებლობაში? ვინ მისცა უფლება, რამე დოკუმენტი თუ არსებობს, ანუ ეგ მინდა გავარკვიო. ხო, მაშინ უნდა მოვწერო. პასუხს ქონების მართვის სააგენტოდან მთელი კვირის განმავლობაში ველოდით. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უწყებამ პასუხს თავი არიდა. რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ მიწა, რომელსაც ოლიგარქი პირადი სარგებლობისთვის იყენებს, სინამდვილეში სახელმწიფო საკუთრებაა და საქმე სავარაუდო კანონდარღვევასთან გვაქვს. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ იყო რთული მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ვის ეკუთვნის ფართობი, სადაც ბიძინა ივანიშვილს აეროდრომი აქვს მოწყობილი. აი ეს ტერიტორია, ხო იცით, სადაც ვერტმფრენის დასაჯდომია ივანიშვილის. ზემოთ, ხო? მანამდე რა იყო, იქ ვინ იყენებდა იმ ტერიტორიას? არაფერი კლები იყო. კლდეები იყო? აბასთუმნელებმა იციან, რომ მიწა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენი და ვერტმფრენამდე მისასვლელი გზა აშენებული ოლიგარქს არ ეკუთვნის. თუმცა, ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიმართ კანონის შესაბამის ქმედებას არავინ ელოდება. ვის ეკუთვნოდა? მთავრობას და ფორმალური რეაგირების შემთხვევაშიც არაფერი იცვლება. ვერტმფრენის დასაჯდომი და გზაც ისევ აქ დარჩება. დაკისრებული ჯარიმა კი ივანიშვილისთვის მხოლოდ ჯიბის ფულია. რა არის ახლა მაგის დააჯარიმან მაგით რა ახლა მაგას რა უნდა უკნა 25000 და 50 მეტი ჯარიმა არაა და რა უნდა უკნა მაგით აგ ასრი არაა მაგის დაჯარიმა გენადი ენდელაძის ნათქვამის გადამოწმებას აბასთუმნის ადმინისტრაციულ ორგანოში ვცდილობთ. გქონდეთ თუ არა რეაგირება სავარაუდო კანონდარღვევაზე. თუ ბიძინა ივანიშვილი უკვე კანონგარეშე ტყავთ გამოცხადებული. მომიღებ მეთქი. რატომ მიეცით სარგებლობის უფლება, ბატონო? მომიღებ მეთქი გითხარ. პასუხი გამეცით, ბატონ გიორგი. გაბძანდით. უკაცრავად. გაბძანდით. თქვენ ხართ ხალხის წარმომადგენელი და მიპასუხეთ, რატომ იყენებს ხალხს ვემსახურები მე, გაბძანდით ბიძინა გარე. ივანიშვილი რატომ მომიღებ იყენებს მეთქი. მიწას, რომელიც მას არ ეკუთვნის? ეს ადიგენის მერის წარმომადგენელია აბასთუმანში. გიორგი გავაშალაშვილი ახლა მთავარი მოპასუხია, რატომ მისცა მის საკურაციო ტერიტორიულ ერთეულში სავარაუდო უკანონო მშენებლობის ნებართვა კაცს, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ამ მიწის შეძენა შეეძლო. და აპატიებდნენ თუ არა მსგავს კანონდარღვევას სხვა რიგით მოქალაქეს. აქ ერთ გოჯ მიწას ვერავინ ვერ გამოიყენებს თუ არ არის მისი საკუთრება და ივანიშვილს რატომ მიეცით ამის უფლება, ბატონ გიორგი? ზემოდან გიბრძანეს? აბასთუმნის მუნიციპალიტეტის პირველ პირს არც ერთ ჩვენს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. ბატონი გიორგი მხოლოდ შაბათის ეთერის გადამღები ჯგუფის იდენტიფიცირებითაა დაკავებული. მის დავალებებს მერიის თანამშრომლები ოპერატიულად ასრულებენ. რატო უღებთ ჩვენს მანქანას უკაცრავად? twin დაგავალათ მერმა? სხვა საქმე არა აქვს აქაურობის მერს? სუსში მუშაობთ თუ გამგეობაში? ხოცნო თქვენ ტელევიზორს არ ვახდენთ ინტერვიუს არა თქვენ ვინ ხართ? რაზე მუშაობთ? და მოქალაქე ვარ მოქალაქე ხართ? აგრესიული მოქალაქე ვარ ნამდვილად აგრესიული მოქალაქე ხართ, ბატონო. თქვენ ქართულ ოცნებას წარმოადგენთ საკრებულოში? არა ნაციონალებს ბატონო აბა ვის არ მოადგენთ ბატონი გენადი მუნიციპალიტეტის შენობაში გადავიღეთ. ის უგრძალავდა მერსაც ჩვენ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. TV პირველთან გასაუბრება როგორც ჩანს ამ შენობაში დასჭადია. მე ჟურნალისტი ვარ, მაკაც შიხლაძე TV პირველიდან. გაბძანდით შენ რატომ? არა მოხსეულობსა საუბრობ გათიში უკაცრავად, ბატონ გიორგი აგრესიული რატო ხარ? გიორგი გავაშალაშვილს ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მინიმუმ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით პასუხისგება მოუწევს.
რადგან უკანონობაზე თვალის დახუჭვა კორუფციაა და დანაშაული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება. ჩვენ კარგად ვიცით, როგორი მკაცრი არის საჯარო უწყებები ხოლმე, რა ვიცი, აი ნებისმიერი მიშენების წინააღმდეგ ან ნებისმიერი რაღაც სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს, როდესაც ეს ჩვეულებრივი მოქალაქე სჭირდება, მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, როგორ იყენებს ივანიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სივრცეს პირადი აეროდრომის მოსაწყობად და ნებართვა აქ ისე არის გაცემული, რომ ისი უფლებაც არ აქვს ადიგენის მუნიციპალიტეტს და შესაბამისად მან ეხა არა მარტო თვითონ ჩაიდინა დანაშაული და მიისაკუთრა ტერიტორია, არამედ ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც, ასე ვთქვათ, გასვარა ამ კორუფციაში. როდესაც საქმეზე მიდგება, შესაძლოა ივანიშვილმა რაღაცა თავს უშველოს და რაღაცა მოიფიქროს, მაგრამ ადგილობრივი მოხელეები, რომლებიც აი ამ კორუფციის ნაწილი იქნებიან, რა თქმა უნდა, მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა უარის თქმა წარმოუდგენელია. ოლიგარქი ხელშეუხებელია და აბას თუმანი უკვე ძალიან დაემსგავსა ჭორბილას, სადაც მასზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მიზეზი მარტივია. აქ ყველაფერი მილიარდერის ხელშია. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. იმის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე აღარ დაასაქმებენ და კიდევ ბევრი რამის, რის შესახებ საუბარს კამერის მიღმაც კი ერიდებიან. ფრენს დასაჯდომი ადგილი რო აქვს, ხო იცით, ინახავთ ალბათ კადრებში. ეს ვერთ ფრენს დასაჯდომი ადგილი და გზა, რომელიც იქამდე მიდის, არ არის მისი საკუთრება და ну რა ვიცი, მაგია ხა ჩვენ არ ვიცი. სადღაც უნდა დაჭი და უგეხვეწები რა ახლა მაგრამ მიწარო შეეძინა. მაინც ვერ ვიტყვით ბიზნესზე, იმიტომ რომ ძალიან რომ ცუდი უნდა არა, მაგდენი არ ვიცით უკვე, მაგდენი მართლაც პოლიტიკაში ჩახედული არ ვარ. აბას თუმანი უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკაა. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ასეულობით მილიონის დახარჯვაც დაბაში, რომელიც 2018 წლამდე უპატრონოდ იყო მიგდებული. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების შემდეგ გადაწყვიტეს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, გზების დეპარტამენტმა, ადიგენის მერიამ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ, რომ კურორტის აღმშენებლობა უნდა დაეწყოთ. თუმცა კორუფციისა და მილიარდერის ერთობლივი კვალი აქაც თვალსაჩინოა, რადგან დახარჯული ფულის 83% ისევ ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. სანაცვლოდ კი ამავე ივანიშვილის პარტიას 1,276,000 ლარი შესწირეს. მთელი საქართველოს მისია, სადაც უკეთეს ხედავდა და ნაკლებ დახარჯვას, იქ დახარჯვა. და მოიმატა ტურიზმმა, ანუ ჯერ სადაა ტურიზმი აქ? ჯერ დამთავრებული არ არის ტურიზმი, ტურიზმამდე ჯერ კიდევ არ. ანუ ჯერ კიდევ არ არის. აბა ეხლა ტურიზმის ის არის, აი ესენი სულ გასაკეთებელია ის. ბიძინა ივანიშვილს რომ არ გადაეწყვიტა აქ ცხოვრება, მაინც გაგიკეთებდნენ ამ ყველაფერს? დაიხარჯებოდა ეს ფული? ეგ ვინიც? ეგ არავინ არ იცის. არა მგონია. არა ხო? არა მგონია, აბა მე რას მღერი ვარ? საბჭოთა კავშირი უბიძინოთ იყო. ტალახს გვალევინებდნენ და მე ხალხსაც როგორც დღეს არტუნებენ, რომ ყველაფერი ხალხისთვისა. რა არის, რა იყო ხალხისთვის? არაფერი. კომუნიზმთან პარალელების გავლება აბასთუმნელებს ბოლო პერიოდში ხშირად უწევთ. მით უფრო მაშინ, როდესაც არწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი მათთვის კეთდება და ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია. თუმცა ხმამაღლა ამის თქმის გამბედაობა ცოტას ყოფნის. ქალბატონი მარინე მათ შორისაა, ვისაც აბასთუმნის რეაბილიტაციით არათუ სარგებელი არ უნახავს, მეტიც დაზარალდა და პროტესტის უკიდურესი ფორმითაც იმუქრება. მე ახლა იმნაირი ესეთ ადგილას ვცხოვრობ, აგერ გზასთან. აქედან წასასვლელი წყალი, იქიდან წასასვლელი წყალს უეზო შემომდის და ამასთან ვეუბნეოდი დეპუტატი აქაური, რომელიც ის კი არა, თაბობოლა არა მეორე. რო იქ არხი არ გამიკეთოთ, მე ვთხარი, თუ ორი ინვალიდი მყავს სახში. გადავკეტებ გზას მე ვთხარ და კირკით გადავთხე იმას. და ამდენ ხუს ხარ და ასათაც არ მივდივარ მე ვთხარი, არ ვიცი, ვის ენაღვლევეთო კაცი. აბასთუმანში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ამას ქსენიევსკის სასახლეში დასახლებული მდიდარი კაცი იტყვის. ტყიდან გზაზე გადაიტანეს ფილტვის ცენტრი. არტეფაქტების აღმოჩენის მიუხედავად არ შეაჩერეს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. 92 მილიონი დაახარჯინა ბიუჯეტს შემოვლითი გზის ასაშენებლად. მოათხრევინა საფლავები და პოლიციისა და საგანგებო სამსახურის ოფისებიც აბასთუმნის ცენტრიდან სოფელში გადაიტანა. პოლიციელებისთვის არავის აუხსნია, რატომ დაუდგეს ახალი შენობა ჭაობზე. თქვენ რატო გადმოგიტანეს აქეთ? მაგას მე ვეღარ ვწვდო. ვერა ხო? ეგრეინები. რა შეიცვალა ამით რიგითი აბასთუმნელებისთვის? არ გაუმჯობესდა თქვენი ცხოვრება არაფრით? არა. ისე თითო მილიონი რო დაგვირიგოს უკეთესი იქნება 70,000 მეტი კი არა ვარ და.
თავის დროზე მეფემ ააშენა, სახეები იყო, ტყე იყო და მოჭრა რაღაც და გააკეთა და მთაც მოთხარა და გზებიც და მეფის დრო არის ახლა ან ივანიშვილი მეფეა? ივანიშვილის მეფობა აბასთუმანში მას შემდეგ დაიჯერეს, რაც აქაურობა ოლიგარქის პირადი კურორტი გახდა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მხოლოდ სახელმწიფოსგან 4 ჰექტარზე მეტი მიწა საბაზრო ფასზე 4-ჯერ ნაკლებად გამოისყიდეს. მაგალითისთვის, თუ ივანიშვილმა და მასთან კავშირში მყოფმა პირებმა კერძო მესაკუთრეებს კვადრატულ მეტრში 800 ლარი გადაუხადეს, სახელმწიფომ იგივე პირებსა და კომპანიებს მიწა მხოლოდ 140 ლარად მიჰყიდა. აი ეს პატარა ხიდები, დინარე, ტყე, მთლიანად არის შემოღობილი და არავის აქ შესვლა აღარ შეუძლია. ეს რეალურად გახდა ბიძინა ივანიშვილის ეზო, ეს უზარმაზარი ტერიტორია, იმდენად დიდია, რომ სასახლე, სადაც ცხოვრობს ახლა ივანიშვილი, არც კი ჩანს ამ ჭიშკრიდან. აქ უბრალოდ ხედავთ ტყე პარკს, რომელიც არის მიერთებული ბიძინა ივანიშვილის სასახლისთვის. აივანზე 2 საქანელოს ხედავთ, სადაც ავარაუდოდ ოლიგარქი მეუღლესთან ერთად ისვენებს. შაბათის ეთერის კამერა ხედავს მილიარდერისთვის მოწყობილ, მოსასვენებელ ფანჩატურსაც. გალავანი და ცოცხალი მწვანე ღობე საგანგებოდ არის აღმართული იმისთვის, რომ ივანიშვილისად ქცეული ქსენიევსკის სასახლე უცხო თვალისთვის მიუწვდომლად დარჩეს. ანუ აქაც მისი დაცვა დგას, ხო? აულები და დაცვა და ყველა აქ. ზარეულებიც აქ არიან? ეს ხელოვნური კლდე და მის მიღმა ტერიტორიაც ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილთან კავშირში არ არის. 5 მიწის ნაკვეთი, 2500 კვადრატული მეტრი ფართობი და იქ არსებული ნაგებობა შპს 4-2020 საკუთრებაა. 4 კი ბიზნესმენ ზურაბ კიკნაძეს ეკუთვნის. დოკუმენტების მიხედვით ეს ქონება ქართულ ბანკშია დაგირავებული. ასეც აბასთუმანში არაერთ უძრავ ქონებას შეხვდებით. რაც ტოვებს განცდას, რომ ტერიტორიები, რომლებიც ივანიშვილმა პირადად არ გადაიფორმა, მისსავე ბანკში ჩააგირავეს და გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ფორმალურადაც მისი საკუთრება გახდეს. რატო ახარჯინებს რაღაცა ღარიბ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ან რაღაც ქართულ სამინისტროებს სხვადასხვა უწყებებს 100 მილიონ ლარს, ანუ რატო არ ხარჯავს თავის ფულს? მაგალითად, აბასთუმის წყალმომარაგებაში რატო დაიხარჯა ფული წყალმომარაგების კომპანიიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რატო არ დახარჯა ამაში ფული ბიძინა ივანიშვილმა? ან თუ ივანიშვილის მოსაზრება არის, რომ ელექტრომობილებმა უნდა იარონ მხოლოდ აბასთუმანში, მაშინ საპარკინგე სივრცეს 12 მილიონ ლარად რატო აწყობს მუნიციპალური განვითარების ფონდი და რატო ხარჯავს ამაში ბიუჯეტის ფულს და არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი? რაც დრო გადის ძლევამოსილი კაცის წინააღმდეგ ხმის ამოღებას სულ უფრო ცოტა ადამიანი ბედავს. კაცმა, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, უარი თქვა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაბაში ჩამოიტანა. თუმცა საფრთხე იმდენად დიდია, რომ მიზეზებზე საუბარი კამერის წინ მაინც არ უნდა. მთავრობა გიკეთებს თუ თქვენ აკეთებთ? არა, მე თვითონ ვაკეთებ შეძლების გამო. რაში ის? მთავრობა არ გიკეთებს, ხო კეთდება ფასადები. მე ჟურნალისტი ვარ. მე თვითონ თქვი ასე ვთქვათ, უარი. კამერა მიატრიალოს რა. კამერა მიატრიალე რა, პაპო. და უარი რატო თქვით ბატონო, რა უცნაურია, პირველად შემხვდა ასეთი რესპონდენტი. არ შეიძლება რო თქვა? გამიკვირდა, ანუ თუ სახელმწიფო გაგიკეთებთ, მიკროფონი მანდრად უგებთ. მიკროფონი ყოველთვის აქ ამაქვს, აბა საწავიო. არ მინდა ლაპარაკი მეტყვი. ეს სასტუმრო პარაგრაფია, რომლის გახსნაც ოლიგარქს 2024 წლისთვის ჰქონდა დაანონსებული. არც ფილტვის ცენტრის ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმრო კომპლექსი მისულა ბოლომდე. 2018 წლიდან დაწყებული კურორტის რეაბილიტაციასაც დასასრული არ უჩანს. არავინ იცის, ბოლო ხარჯი იქნება თუ არა ის 70 მილიონი, რომელზეც ტენდერი 10 დღეში უნდა გამოცხადდეს. კომუნისტებმა რა იცოდნენ, იცი? ვაშენოთ სწრაფად და უხარისხოთ. ესენი აკეთებენ ამ დევიზია, ვაშენოთ, ძგვიან, ძვირად და უხარისხოთ.